პრემიერის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა 18 საათზეა დაგეგმილი, თუმცა ამ თემაზე საკანონმდებლო ორგანოში კომენტარები უკვე კეთდება. უმრავლესობის წევრები აპირებენ ახალ კაბინეტს მხარი დაუჭირონ, თუმცა მანამდე ამ საკითხზე საპარლამენტო მსჯელობას გეგმავენ. უმცირესობას კი უკვე მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ ღილაკზე თითის დაჭერით ახალ მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს. თორნიკე ხურციძე საუბრობს ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. თორნიკე, გისმენ. საპარლამენტო უმრავლესობისთვის უცნობია მინისტრობის კანდიდატების ვინაობა, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აპირებენ მხარი დაუჭირონ ყველა შემოთავაზებულ და წარმოდგენილ კანდიდატს, რადგან როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ქართული ოცნება არის ერთი მთლიანი გუნდი. მას შემდეგ, რაც მინისტრთა კაბინეტი პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად, მინისტრობის კანდიდატებს ნდობა მინიმუმ 76 დეპუტატმა უნდა გამოუცხადოს. რამდენჯერაც არ უნდა იყოს საჭირო გამოცხადება ნდობის, გამოუცხადებთ. ჩვენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ვართ და ბუნებრივია ნდობა თავის დროზე გამოუცხადეთ. ეს ნდობა დღესაც არსებობს და იმედოვნებ, რომ კიდევ დიდხანს იარსებებს. აქედან გამომდინარე იმის პრობლემა, რომ მთელ გუნდს გამოუცხადოთ თუ არა ნდობა, ამაში არ არსებობს, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე და კანონიდან გამომდინარე, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებული ვართ გამოუცხადოთ მათ ნდობა, ვინც ახალ ინიშნებიან ახალ თანამდებობას. საკანონმდებლო ორგანოში დღესვე დაგეგმილია 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა. მართლ გუნდში არ უარყოფენ, რომ წინა წლის ბიუჯეტის შესრულებაში იყო გარკვეული პრობლემები, მაგალითად დაგეგმილია 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მაგივრად დაფიქსირდა ბევრად დაბალი მაჩვენებელი. საპარლამენტო უმრავლესობა ამის მიზეზად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. ეს ბიუჯეტი არ შემოსულა გალამაზებული სახით, ანუ შემოვიდა იმ სახით, არ მოხდა რა წლის ბოლოს ცვლილება, რომ ხდებოდა ყველა წელს რომ ერგებოდა იმ პარამეტრზე, რაც იყო ხოლმე რეალური პარამეტრი, არის ჩვენ წინაშე იმ პრობლემებით, რაც ჰქონდა ბიუჯეტს, იმ პრობლემებით, რაც ჰქონდა იმ წელს, რომელიც ყველაზე რთული წელი იყო. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ეკონომიკური გუნდის ცუდი მუშაობის შედეგი. როგორც ცნობილია, დღეს 6 საათზე პრემიერ-მინისტრი წარადგენს მინისტრობის კანდიდატებს, მინისტრთა კაბინეტს, პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე პრეზიდენტი წარუდგენს. ეს იყო თორნიკე ხურციძე, რომელიც პარლამენტიდან საუბრობდა პირდაპირ.